ლეგენდარული, არაჩვეულებრივი, ყველასთვის უსაყვარლესი ნუგზარ-ერგემიძე. მობრძანდით ბატონო ნუგზარ. აი რა ვიცი, მეგაჰიტით, ისეთი ჰიტი რომ მეტი რო არ შეიძლება რა. ერთ-ერთი მეგაჰიტებიდან. კი ბატონო, მაესტრო როგორ ახართ? გილოცავ. მადლობა. ახალ ამპლუას. დიდი მადლობა ჩვენ. ამპლუა იგივეა, ახალი ტელევიზია. ახალი კი ბატონო, კი ბატონო. იხარეთ და იმრავლეთ. სამეფო ადგილას, სამეფო შვაში. მადლობა მოწვევისათვის. ცოტა იქეთ. თლად უკეთესი. აბა რა. აი ჩვენ განსაკუთრებული სავარძელი გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული სტუმრებისთვის. როგორ ახარ მაესტრო? ეს ის სავარძელია, რომ ჩაჯდები და ადგომა აღარ გინდა. სხვათა შორის მე არ ვიცოდი ეს ამბავი და რომ ამოვიკითხე სცენარი ძალიან შემრცხვა. იმიტომ რომ თურმე ბატონ ნუგზარს გამოფენა ჰქონია და მე გამოვაკლდი ჩვენ გამოვაკლდით ამ ამბავს, მაგრამ ჩვენმა პროდიუსერებმა რა თქმა უნდა ამომწურავად ყველაფერი დაფიქსირეს და ამ თემასთან დაკავშირებით ორი სიტყვა გითხარით მაესტრო როგორი ნახატები და როგორი არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მე 1960 1900 ხო რა, ხატვარი ვარ პროფესიით, სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. მე რა გავყევი ამ გზას სიმღერას მუსიკასაც არა რომელი არის ორივეს გავყევი რა მოკლედ და მე გამოფენებს ვაკეთებ პირველი მქონდა მე 1986 წელს ბატონმა თემო გოცაძე სასიკადულო ხატვარმა თბილისში ეხა რო აღარ არის ხატვრის სახლი იქ მქონდა პირველი გამოფენა და ესე მოვყევი და 10 მქონდა შეიძლება მეტი წელს მქონდა თბილისში ხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში დიდი მადლობა მის თავმჯდომარეს ხატვართა კავშირის ბატონ გურამ ცერცხოძეს და ორიგინალურად მქონდა 70 წლის დაბადების დღის გადახდა არ მინდოდა არა ხო რა ვიცი ახლა მე იძახიან ვინც გადაიხადა და ვინც არ გადაიხადა ისე ჯერათ ეგეთრე არ მჯერა, მაგრამ გაითვალისწინო უნდა. დაიცი რა ხდება. და კედლებზე იყო ჩემი ნახატები და ალე ფურშეტი და მეგობრები დადიოდნენ. არაჩვეულებრივი. ავაცილე დაბადების დღის სათაური და გავაკეთეთ გამოფენა. მაგრამ ძალიან დატვირთული, ასე ვთქვათ, პერიოდი მერე ბათუმში მქონდა, აი ამას წინა 17 ოქტომბერს და არა მარტო გამოფენა, თქვენ კონცერტიც გქონდათ თბილისშიც, ბათუმში. აი ხო ყველაფერზე მოგვიყევი. ჯერ ხო გამოფენაზე ვსაუბრობ. კი ბატონო, მე ყველაფერი მინდა რომ მოვასწოროთ აბსოლუტურად. მოკლედ მეორე გამოფენა ქალბატონმა ელისო ბოლქვაძე. ბათუმში. არაჩვეულებრივი ქალბატონმა თეონა ზოიძემ და ლევან წულუკიძემ. გადაწყვიტეს რომ რადგან თბილისში მქონდა, ხო იცი, კაი ამბები გადამდები. კი ბატონო. ისე ცუდი უფრო ჩხარავცელდება. დადგენილია. ხო და იქაც ჩავატარეთ. იქაც ჩატარდა ალაფურშეტით. ჩემთვის ალაფურშეტი იყო, იქ უფრო მოგზალებული იყო. თბილისში რადგან დაბადების დღე იყო, მეგობარმა გამიკეთა ესა, კარგი ოჯახია, ჩვენი ოჯახის მეგობარი, მადლობა მათ. დამავიწყდა მაგ ფირმის სახელი, თორე რეკლამას გავაკეთებ. ხიზილალაც კი იყო, ხიზილალის ბუტერბროდები. მარტო ალა კი არა, ლალაც ყოფილა. ვანცა ბუბუტეიშვილი. ვანცა ბუბუტეიშვილი. ფირმას არ ვამბობ, მაგრამ სახელი ხო კი ბატონო. მადლობა მას. ბათუმში იყო, შემდეგ გამოფენა. ბათუმში იყო. სად იყო ბათუმში? გალერეა იქა, სახელმწიფო წინათ იყო რევოლუციის მუზეუმი. და ლენინის ძეგლი გაიტანეს და შემოიტანეს ნახატები და ძალიან კარგია. რამდენი ნახატი იყო გამოფენილი? იგივე იყო რაც თბილისში. 30 ნახატი იყო იქ და თბილისში 70. რადგან 70 წლის გავხდი. გასაგებია, ბათუმში ჯერ 30 წლის. ბათუმში 30 წლის. რატო მე 40 ვერ ჩამოვიდანეთ თუ? არეტეოდ. არეტეოდ. ამას თან ახლა თქვენი სიმღერა არ ახლდათ, ან არ გთხოვეს რომ გამოფენაზე ვთქვათ ერთი სიმღერა ვიმღერ. რომელი? თოვლი მოდის არემ არემ კი ბატონო. მეორეც უნდა მემღერა, მაგრამ მეოთხე სიმი გაწყდა. პირველივე სიმღერაზე თვალი მეცა. ნებისმიერი. ჯერა ეგეთების ვკითხე. მე არ ჯერა, მაგრამ ეთყობა რა. მაგრამ დავითვალისწინო. ნებისმიერი სიმღერა ბატონო ნუგზარის არის ლეგენდა. აი, რომელსაც კი არ წაიღიღინებ. ჰიტია. ჰიტია. მართლა ჰიტია. ეხლა კონცერტებზე გითხარით სიმღერებზე ხო და აი ნაღლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ
ძალიან მალე სცენაზე გავედი და რეაბილიტაცია მალე მოხდა. ჩემმა მეგობარმა ოთარ შაურშაძემ აღნიშნა, რომ გმირული ნაბიჯი გადადგა. მართლა ძალიან მეჭირდა. მართლა. ძალიან გავხდი ყველაფერი დისკომფორტი მქონდა, მაგრამ კარგად ჩავატარეთ მე მგონი. ეს თბილისში და ბათუმში? კონცერტი. ბათუმში უკვე კარგად ვიყავი გაცილებით და კარგი იყო. ეხლა სადაა? ეხლა თავარია რომ ამ კონცერტს ვინ ატარებდა? აი ეგ ჩვენ ყავს ჯგუფი შესანიშნავი შვიდეული. კი, მაგრები. ხვალ მეგა არის, სხვათა შორის და აუცილებლად ამ თემაზე ვილაპარაკებთ. ხო. კი ბატონო, შემდეგ ბლოგში ამაზე აღინიშნება ამ ჩვენი აუცილებლად ჯგუფის შექმნა. მე არ ვიცი რა იქნება, მაგრამ რადგან დავარკვევთ შემდეგ ბლოგში ჩვენი ბესიკო მოწოდების სიმაღლეზეა და აიტყვის ამას ეს შესანიშნავი შვიდეული შედგება თავისი პირადი ბიოგრაფიები, ვისაც აქვს რაღაც წარმატებული ხალხი. ჩვენ მეგობრები ვართ და გადავწყვიტეთ ეს შესანიშნავი შვიდეული ფილმი ყველას გვიყვარდა, ერთი 100-ს ჯერ გვაქვს ნანახი ბავშვობაში და მართლა რაღაცეად გაამართლა. თანაც ანსამბლი შესანიშნავი შვიდეული არის აშშ. აბრევიატურაში. ხო. ლაშა, შენიც კიდე რა. ხო და ეს აშშ წარდგა უკვე ახალ ამპლუაში, მაყურებლის წინაშე. კვაშალი და სანო იყვნენ დრამერები. ბას-გიტარა ბესო კალანდაძე. კი ბატონო. გიტარები ზურა კობეშავიძე, კაკო ვაშალომიძე. საოცარი ადამიანი. ვარსკვლავსვენა. სტრინგი, პიანო, თემურ მაისაშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი. და ლეგენდარული ხალხი. ზურა ცისკარიძე და ჩავატარეთ, ესე იგი ცოცხლად 70 წელს მიღწეულმა ხალხმა მთელი კონცერტი და ეგეთი ივერიას თუ არ გამოვჩეთ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდები იყვნენ, ამას საკში არავის ჩავტარები. ცოცხლად წარმოგიდგენია. ძალიან მაგრები. სხვადასხვის ზანის არ გამომივიდეს ჩვენთან რადიო არდაედარდოში, მათი ერთ-ერთი ნამუშევარი ტრიალებს და საკმაოდ მოთხოვნადია. არაჩვეულებელი გიხდება. კი ბატონო. ხო და ზუსტად ესე ქვია, ნუგზარ ერგემლიძის სიმღერების პოპური. ხო და აი ისეთი მოთხოვნადია რომ მეტი რო არ შეიძლება. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ წიგნზე. აი მაგას ვამბობდი, იმიტომ წიგნზე. წიგნზე არა, წიგნებზე. ხო, წიგნებზე. ესე იგი ამ კაცმა წიგნიც დაწერა. ნახატიც დახატა, სიმღერების დაწერა, კიდეც მღერის, კიდეც ცეკვავს, რაღაცა კიდე სხვა ნიჭი გექნება. მე ხელ ლექსებს ხო წერ. კი ვიცი ეგეც. წერდი ახალგაზრდობაში, მაგი დავიწყე სხვათა შორის. ნატრის ხეო, ნატრის ხე. რომან მომთხოვა, როკოპერა იყო იქ ლექსები დავწერე, ესე და მე რობერტმა ნახა რომ სიმღერებსაც ვღერი და იქედან წავიდა ჩემი ჩართვა მუსიკალური. მანამდე პოეტი ვიყავი და ცუდ ლექსებს ვინც წერს ხო იცი ცნობილია პროზაზე გადადის მე. დოდარ დუმბაძე მოთხრა ვიღაცა თავის ახლობლებს მე პროზაზე გადავედიო და ვიცი საიდან ეცოდა შენს ლექსებს გადავავლე თვალიო. არა ეთყობოდა. ეთყობოდა. რამდენი წიგნი გაქვთ ამ ეტაპზე? მე ხა გამოცებული მაქვს 4 რომანი. 4 რომანი. ამ ერთ წიგნში მოამინე ქვია, 3 მოთხრობაა კიდე. ისეთ ხიარული მოთხრობებია როლანდო და როლანდინიო. აჰა. ერთი არის მიხაზდენი. მოხეტიალე დენი მეორენაირად და მესამეა 10,000 ხმიანი სასიძო. ეს ფრიად საინტერესო თემაა და გეტყვი. დასახელებიდან გამომდინარე უკვე საინტერესო. გურული იტყვის, გურული. გურიაში რო რა არ არის ეს საარჩევნო სისტემა მთელ მსოფლიოში სამართლიანიო და გაეროში მიწევს წერილს. რატო უნდა კონდეს ვიღაც ქუხნის ხალხს და აკადემიკოს თითო ხმაო. ეს ცენზის მიხედვით უნდა იყოსო. დასწავლს კონდეს 100 ხმა, უფრო მაგარ დასწავლს 1000. დადგება დრო, რომ ამ კაცის შესრულდება. და შვილთა შვილი ყავს 10,000 ხმიანი სასიძე. ლაშა. და ფინალსაც გეტყვი. აბა, ეს ბიჭი ამ 10,000 ხმიანობით გაეხვევა შარში როგორც ყოველთვის. ბატონო. ადამიანს ოპირდებიან მივა იქ და მაინც ნახავს რომ ისე ვისხდება, რაც მანამდე იყო. და წერილი დახვდება დიდი პაპის, ბაბუის. შვილო ამ მრავალხმიან საარჩევნო სისტემას ისე მრავალხმიანი სიმღერები
იჯობია. ორა საინტერესოა. ესე იგი არ მოგწყინდება ბატონო გზართან ერთად საუბარი ყოფნა სიმღერა, მაგრამ ერთი სიმღერის ამბავი მაინც უნდა გთხოვოთ, რომ კიდე ერთხელ შეგვისრულოთ. მე მგონი პრემიერაა. კი ბატონო. პრემიერა გვაქვს გუშინ. მე და აკაკი ვარშალომიძემ დავასრულეთ ჩემი ახალი სიმღერა, რომელიც ჯერჯერობით მას მოწონს. თან დამამზადებელია. დაუკრა დამზადა და თამსმენელი. თამსმენელი. თან ახლა მე მგონი მაყურებელიც არის. აი ახლა მაყურებელია და მთელი საქართველოს მოისმენს. სხვათა შორის რომანი უნდა დავწერო მე. აკაკიზე. ერთი მაყურებლის თეატრი. იქნება. არ მომპარო დავაპატენო. რაზეა მე გეტყვი. კი ბატონო. აბა გეუბნებით ჩვენ სცენაზე, აბა მოგეხმაროთ. ოპა, არ ვიდა მოხდა. მიკროფონი. გაგიშვებთ ისე კაცო, აზლობა. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა მოგზანებისთვის. აი ხო ჩვენ მოვისმენთ პრემიერას. ეს არის ბოსანოვა და ესე იცი. ბოსანოვა. რა ჩვენ სულცებ. ბოსა აქ ავარ და ნოვაც აქ არის. მე ბოსანოვა ბოსი აქ არის და ნოვაც აქ არის. შემდეგ გავიქცევით რეკლამაზე. ცირე რეკლამაზე? ძალიან საინტერესო თემით დავბრუნდებით. აბა გელოდებით. გისმენთ. შენს გზასთან ერთდება მაგრამ ჯერ რატომღაც ვერ ხდება არადა კითხავი არ ცდება ზუსტად ხსნის ხავაში რაც შდება როგორ ძლიერ მიყვარხარ და როგორ ჭირდები და როგორ მინდა გითხრა რომ მე შენზე ვგიჯდები სულ მალე ერთად ვიქნები გვირდები გარეცვის კაფეში მარტო ვარ საფულმან ქალაქი დატოვა ხვალიდან ამინდი გამოდის აიღე ჩანთა და ჩამოდი ოროგორ ძლიერ მიყვარხარ და როგორ